ნუ იქნებით ზედმეტად კარგი. იმიტომ რომ ბევრისთვის კარგი ნიშნავს მოსახერხებელს. ანუ გამოგიყენებენ. საქმე იმაშია რომ ეს აქვს ნათქვამი ომარ ხაიამს. ომარ ხაიამი 1048 წელს დაიბადა. ლამის 1000 წელია გასული. შეიცვალა გარემო. მაგრამ ღირებულებები და მისადმი დამოკიდებულება და აღქმები დარჩა იგივე. ამიტომ იყავით ფრთხილად, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და სხვებსაც იყავით მართალი, ეცადეთ ყოველთვის არ მოატყუოთ არავინ და პირველ რიგში არ მოიტყუოთ საკუთარი თავი. მე ხშირად მიწერენ რომ აი მათი არავის არ შურს, მათ არ ყავთ მტრები, ისინი კარგები არიან და ასე შემდეგ. აი ეს ერთგვარი ილუზიაა. ადამიანი, რომელსაც მტერი არ ყავს, არის იცით, ავამტყოფი ადამიანი. სულით ავამტყოფზე მაგ ლაპარაკი. აი ზუსტად მას არ ყავს მტერი, იმიტომ რომ იქ სამტროც არაფერია. ყველა ნორმალურ ადამიანს ყავს მტერი, მოშურნე, არაკეთილის მოსურნე, გარეთაც და შიგნითაც. ასე რომ აი ეს კატეგორია ადამიანების, ვინც არიან ასეთი დამოკიდებულებით, რომ ისინი ყველას უყვართ და მათ არ ჰყავთ მტრები და არ ჰყავთ კეთილი მოსურნელი და მათ არავის და თან ამტკიცებენ რომ იმიტომ რომ მე ვარ ასეთი, არიან სწორედ ყველაზე საშიშნი. იმიტომ კი არა რომ მათგან რამე საფრთხე შეიძლება მომდიოდეს, იმიტომ რომ ის რწმენა, რითაც ისინი ცხოვრობენ, თავისთავად არის მცდარი და არასწორი. ეს არის ფაქტიურად ილუზია და შესაბამისად ადამიანები, ვინც სამყაროს ხედავენ ილუზორული არეკლით, პირველ რიგში საკუთარი თავისთვის არიან საზიანო და შემდეგ შეიძლება